დღეს საქართველოს პარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით ტარდება კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ დიდი ხანია უკვე ასეთი ტიპის ღონისძიება არ ქონია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად და ბოლო ერთმა წელმა, რომელიც ჩვენ 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში გავატარეთ, მათ შორის სამოქალაქო პლატფორმასთან თანამშრომლობით, გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანი არის ასეთ სახის ერთობლივი ღონისძიებები. დღეს გვექნება საუბარი როგორც 12 რეკომენდაციაზე, სად გავართ ახლა და რა გეგმებია მომავალში, ისევე გვექნება საუბარი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმებზე, რომელსაც პარლამენტი ახორციელებს ამასობაში. ხშირად ეს პოლიტიკური დებატის და მედიის ყურადღების ცენტრში არ ექცევა ხოლმე, თუმცა ეს არის დიდი ნაწილი იმ ევროპული გზისა, რომელიც საქართველოს გასავლელია. დღეს ჩვენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის თანამონაწილეობით გვექნება ყველა ამ საკითხზე დისკუსია. მე მოხარული ვარ, რომ სამოქალაქო პლატფორმასთან ასეთი კარგი ურთიერთობა შედგა ამ ერთი წლის განმავლობაში. როგორც იცით, ეს გახლავთ ხოლგა ორგანიზაცია, რომელიც 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და მოქმედებს ევროკავშირის ეგიდით. ყველა ორგანიზაცია, რომელიც კი მეტნაკლებადძლიერად არის არასამთავრობო ორგანიზაციას გულისხმობს წარმოადგენს საქართველოში, ყველა არის ამ პლატფორმის წევრი, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო ცოცხალი დისკუსია და ეს ერთი დღე მოგცემ შესაძლებლობას, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ევროინტეგრაციის.